მოგესალმებით პატივცემულ რადიო მსმენელებო, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30-ია და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, ეს იქნება რიგით 32 გადაცემა უმაღლესი სკოლის განათლების რეფორმის ანალიზი. მოკლედ ჩვენ უკვე მერამდენი გადაცემა სამი გადაცემა ზედიზედ გქონდა მინისტრ მიქანაძის ინტერპელაციის წესით იყო მიბრძანებული პარლამენტში და იქ იყო დასმული ყველა ძირითადი კითხვა რაც შეეხება რეფორმას. ამ კითხვებს როგორ გასცა პასუხი ამის ანალიზს ვაკეთებ ჩვენ. შემდეგ წინა გადაცემაზე გავწყვიტეთ ჩვენ ეს ასე ვთქვათ შემაჯამებელი გადაცემა და განვიხილეთ პრემიერ კობახიძის მიბრძანება პარლამენტში, სადაც ის წარდგა წლიური ანგარიშით და 4 არასრულ გვერდზე იყო განათლების და მეცნიერების საკითხები, არაფერი არ იყო ამ ახალ რეფორმებთან თქმული აი ისეთი რომ რა იქნება შედეგი ანალიტიკური მასალები, როგორი საკადრო პოლიტიკა იქნება, სად გადანაწილდება ეს ხალხი, როგორ იქნება ამ კვოტების შემცირების შედეგად სტუდენტთა გადანაწილება მთელ საქართველოში ან რაღაც და უამრავი საჭიროებო საკითხები და თუ გით გასახარი საკითხები იყოს, მას სჭირდება ანალიზი, მას სჭირდება დაგეგმა და უნდა მომავლის გეგმებზე უნდა ყოფილიყო საუბარი. ასეთი ჩვენ ვერაფერი ვიხილეთ. გარდა მუშტი კრივისა. ჩვენ ნაწილობრივ შევეხეთ ერთი წლის თავი შესრულდა თვითონ მიქანაძის ministrobis და გამოვიდა სიტყვით ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე და ნუ არ ვიცი რაღაცა ნაწილი განვიხილე, უმეტესობა არ განვიხილავს, თუ დამრჩება დღეს დრო, აუცილებლად განვიხილავ, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია დასკვნითმა სიტყვამ, რომელიც წარმოთქვა გივი მიქანაძემ მინისტრმა და მე მინდა ეს სიტყვა თავიდან ბოლომდე უნდა წავიკითხო. ძალიან ძვირფასი დრო უნდა გავასწინოთ, მაგრამ უნდა წავიკითხო ეს სიტყვა სიტყვით, თუ როგორი კითხვები იყო დასმული, ეს მოითხოვდა ძალიან ისეთ ანალიტიკას, საქმესთან ახლოს ლაპარაკს, რეფორმასთან ახლოს ლაპარაკს და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, აი რა არის და მე დავარქვათ სახელი ერთად. რა ქვია ამ დასკვნით სიტყვას? ვიწყებ მოკლედ როგორც იტყვიან მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო. ეს არის თქვენი საქმე. ქალბატონო ტატა მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატს, რომელმაც ფრაქციამ დაუსვა კითხვები, მაგრამ განათლების საკითხები ამ ქალბატონ ტატას მიყავს იმ ოპოზიციურ ფრაქციაში. და თქვენი გუნდის დღეს რანაირი მცდელობაც არ უნდა გქონოდათ, მყარი ორიანის მეტი ვერ მიიღეთ, იმიტომ რომ საზოგადოება ამას უკეთესად შეაფასებს. მაგრამ გეტყვით ცალსახად თქვენ, როგორც ჩანს, მოწყობებს ხართ მიჩვეული. წეღან ამბობდით, რომ უნივერსიტეტში მოწყობაო, მერე გაგდებებს ხართ მიჩვეული თქვენ გუნდში. რაღაცა ისეთი ტერმინოლოგია არის, რომელიც ძალიან დიდი ხანია მსმენია და ეთყობა მიჩვეული ხართ, არ მსმენიაო ალბათ და ეთყობა მიჩვეული ხართ, თორე ესე ბუნებრივად არ იქნებოდა და ეთყობა თქვენი გაქცეული ლიდერი, თქვენ ზუსტად აი ამ გაგდებებით გემუქრებათ გუნდიდან და მაგისი გეშინიათ. ისე როგორ ვთქვათ, ერთ-ერთ ეთერში მან თქვა, რომ გივი მიქანაძეს საერთოდ არ ვიცნობო. მე თქვა, მე გავაგდებ
მიხდეო და ეგ როგორ ხდება ერთი რომელს დაუჯეროთ ერთს მეორეს თუ რომელს დავუჯეროთ წმინდა წყლის სიცრუე თქვენ საუბრობთ უბრალოდ განცხადებებით რომლის უკანაც ერთი არგუმენტი არ გაქვთ მე მაქვს აბსოლუტური ყველა არგუმენტი და აბსოლუტურად მთელი პროცესი ვინ როგორ იყო ჩართული როდესაც გახარია აუქმებდა უმაღლეს სასწავლებელს პოლიციის აკადემიაში რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ მისთვის ეს რატომ არ იყო პრიორიტეტი და ასე შემდეგ ამიტომ აგერ ქალბატონი სოფიო ხორგუანზე საუბრობს დაუსვა კითხვა გავიდა წეღან ამბობდა ერთ-ერთ არაშენებულ პროფესიულ სასწავლებლებზე ისე როგორც ასეულობით სკოლა დაანგრიეს ბაგაბაღი და არაშენებენ და მაგაზე კიდე ცალკეა სათქმელი და ასე შემდეგ სასწავლებლებზე და ამ არ აშენებთო და რაღაცა თქვა და არ დაელოდა იმას, რასაც მე ვპასუხობდი პროფესიულთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ საერთოდ ინტერესი არ გქონიათ ამის და ნინო წმინდაზია აქცენტირება გაკეთებული ამას წინათ რაღაც ვიდეო ჩართვაში და თუ კი დაპირდა გახარია ამ პროფესიულის მშენებლობას, რატომ არ ააშენა, რამ დაუშალა ხელი, თუ არ შეეძლო როგორც პრემიერ-მინისტრს, რომ ამაზე მიეცა შესაბამისი მითითება. ჩვენ ვიწყებთ წელს ახალ ქალაქში მშენებლობას და ნინო წმინდასაც დავფარავთ და კიდევ ბევრ სხვა რეგიონში წეღანაც ვილაპარაკეთ. ეს არის სიმართლე და თქვენ თვითონ ნახავთ საქმით ეს როგორ გაკეთდება. ისე როგორც ჩანს მათემატიკაში მაინც რაღაც ესე ვთქვათ შეგიძლიათ რომ დაგითვლიათ რაღაცა ფრაზები თუ ალბათ აპარატი დაგეხმარათ ამასთან მიმართებაში და ზოგადად როდესაც ვსაუბრობთ განათლების რეფორმაზე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა თქვენ გუნდს ყველაზე მეტად არ აქვს უფლება რომ ამ რეფორმაზე ისაუბროს როდესაც ამ გუნდის გაქცეული ხელმძღვანელი უმაღლეს სასწავლებელს აუქმებს უმაღლეს სასწავლებელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამინისტროში. ამ გუნდის წარმომადგენლებს ელემენტარულად უფლებაც კი არ გაქვთ თქვენ, რომ მორალურად არ გაქვთ უფლება, რომ ისაუბროთ ამის შესახებ და თქვენ პირადად ძალიან გამიკვირდება ერთი ამიერიდან, როგორ მიბრძანდებით გნებავთ გორის გნებავთ თელავის უნივერსიტეტში, რომ რაღაც მეორე ხარისხოვნად, რომ მოიხსენიეთ უნივერსიტეტებს, რომლებიც რეგიონებში არა მარტო საგანმანათლებლო კუთხით, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობით უდიდეს საქმეს აკეთებენ. ერთი წუთით აქ შევჩერდეთ, უდიდეს საქმეს აკეთებენ. ერთი წუთით აქ გავჩერდეთ. აი, რაც წავიკითხეთ. პატივცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, ეს გავს პარლამენტში გამომსვლელ საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის სიტყვას, მაშინ, როდესაც დასმული იყო ამ რეფორმისთვის და სისტემისთვის გლობალური, ანალიტიკური, სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვები, რომელიც შეეხებოდა დაფინანსებას, რომელიც დღემდე არ არის გამოსული, ისე დაასრულეს რეფორმა, ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივი რა არის და როგორი იქნება განაკვეთები და როგორი იქნება ხელფასები და როგორი იქნება საერთოდ აბიტურიენტთა ცნობარში გააკეთეს ისეთი რამ, რომ ბავშვი ხაზავს პროგრამებს, აბარებს ვითომ სადღაც და არ იცის რამდენი წელი ისწავლის.
და არ არის იქ ღირებულება მითითებული და ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკადრო პოლიტიკა, როდესაც უკვე დაგეგმილია ათასობით პროფესორ მასწავლებლის ტექნიკური მუშაკის თუ ადმინისტრაციის შემცირებები. ინფრასტრუქტურა გამოვიდა რეფორმის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ ყველაფერი გაიყიდება უნივერსიტეტის და პირველი და მეორე კორპუსის გარდა, მაშინ არ ქონდა ჩასწორება გაკეთებული და ახლა რომ და ანგარიშით რო გამოდიოდა, ახლა თქვა, რომ არაო, ყველაფერი არ გაიყიდებაო, ალბათ რამდენიმე კორპუს დატოვებენ და უმეტესობა გადააქვთ სადღაც რუსთავში, იქედან ხალხს ყრიან, იმის შესყიდვა მიმდინარეობს, მიწების და იმის იმ რუსთაველ ხალხს ვეუბნები, რომ არ დათმოთ ეს არ უნდა აშენდეს. არ ფიქრობენ ესენი არც პროფესორ მასწავლებლის, არც სტუდენტ როგორ უნდა იმეცადინოს სტუდენტმა 4 იქე და აქეთ რო წავიდეს და წამოვიდეს 4 საათი დაჭირდება და მეტი იმიტომ რომ აპატიეთ ამ გამოთქმაზე და თქვენ დაითრიოთ აქ ჭავჭავაძეზე ვაკეში და რუსთაველზე და ათარბეგოვზე შენობები ხო ეს არ უნდა დაგცალდეთ თქვენ კარგად უნდა გაიგოს ეს ხალხმა შემდეგ კონცეფციაზე იყო დასმული საკითხები და ეკითხებოდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის რომ არავის რო არ გააკეთებინეს არავისთან რო არავის არაფერი არ კითხეს თელი აკადემიური სფერო გამოთიშეს უნივერსიტეტები გამოთიშეს ყველა გამოთიშეს და ფაქტის წინაშე დააყენეს მერე რექტორები რა რექტორებია თელი აკადემიური სფერო ათასობით და 100,000-ობით ჯამში პროფესორ მასწავლებელი და სტუდენტია ერთობლივად და აი ასეთი თემატიკაზე დასმულ კითხვებს მე წინაზე გამოვაცხადე და ზოგად განათლებაზე იყო და იქ ხო რაღაცა კატასტროფას აკეთებენ და დასკვნით სიტყვაში რომ რაღაცა ღირებული ეთქვა ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა პირდაპირ ვერც ერთ კითხვას 0 კითხვას გასა ვერც ერთს ვერ გასა 4-ს გასა არასრულყოფილად არაპირდაპირ და ამის პატრონი ამას რა ქვია ამას ქვია აზრისგან დაცლილი საუბარი ჭორაობა რა პოლიციის აკადემია გააუქმო თქვენ ყველაფერი გააუქმეთ თქვენ როგორ უნდა გამოჩნდეთ ხალხში რამდენი კარგი პროგრამა გააუქმეთ რამდენი უნივერსიტეტი გამოშიგნეთ რისი პოლიციის აკადემია ის იყო პროფი და უნდა იყოს პროფად ვინ გითხრათ რომ გადააკეთეთ უმაღლეს სასწავლებლადო და რას აკეთებთ მაგით როგორ გიტრიალდებათ ხალხი ზეწოლა რომ არ ყოფილიყო და მერე ივანიშვილის საქმეში ჩარევა ყველაზე დიდი უნივერსიტეტი გააუქმეთ ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენ სინდისი გააქვთ საერთოდ რას თქვენ მოიმოქმედეთ ამ რეფორმასთან დაკავშირებით ხმას როგორ იღებთ და კიდე სხვაზე ამბობთ 2250 ლარზე 14 წელია ხელისუფლებაში ხარ და 1 ლარი ვერ დაამატეთ რა დროს პოლიციის აკადემიაა და რა დროს უშიშროების აკადემიაა და რა დროს დიპლომატიური აკადემიაა ახლა მაგაზე უნდა ხარჯოთ ფული და სამარცხვინოდ დაგეგმილია 250 ლარის მომატება სამარცხვინოდ კი არა ეს არის სატირალი როგორ შეიძლება მომზადდეს 2500 ლარად სპეციალისტი 21 საუკუნეში ტექნოლოგიების საუკუნეში როდესაც ადამიანებს და სასწავლო პროცესს გამოუჩნდა გლობალური კონკურენტი
250 ლარი, 500 ლარი, 700 ლარი და საეჟირო მიმართულებებს 700 ლარი ემატება და 1250 ლარი ემატება სამედიცინოს. 23 წლის წინ მე და მაშინდელმა რექტორმა დავიანგარიშეთ სამედიცინო უნივერსიტეტის და 10,000 ლარამდე უნდა ყოფილიყო. ახლა მინიმუმ 16,000 ლარი უნდა იყოს. ქონდა მსოფლიო ბანკს ეგ დაანგარიშებული. რატო არ აიღეთ თუ მაგარი წარმატებული ბიჭები ხართ და თუ ყვავის ეკონომიკა? იმის მაგიურად რომ რაღაც შემაჯამებელ სიტყვაში მაინც ეთქვა რაღაცა 1-2 ღირებული რამ საქმესთან ახლოს ნახეთ რეებს საუბრობს. და როგორ ჩახვალთო გორშიო და იმაშიო რა ქვია და თქვენ მე მაინტერესებს თქვენ როგორ მიბრძანდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოფილ ხართ იმის მერე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რო წაართვით ყველა პოპულარული ფაკულტეტი და პრაქტიკულად დატოვეთ მილევად რეჟიმში და ახლა ეპოტინებით ტექნიკური უნივერსიტეტიდან აგრარურის გადატანას. ეგ უშველი სოხუმის უნივერსიტეტს? ეგ არ არის და არასოდეს არ ყოფილა სოხუმის უნივერსიტეტის ფუნქცია. ისიც არიცით, გააყალბეთ სიტყვაში, საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ. ჩვენი ქვეყნის პედაგოგიკის ისტორიაზე. არ საიდან უნდა გქონდეთ? არაფერი ამ სისტემასთან არ გაკავშირებთ თქვენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხვედით? ან როგორ მიხვალთ? მიბრძანდით ერთი? თუ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლომდე რო გამოშიგნეთ და კიდე რო გამოშიგნავთ დიპლომატიური აკადემია რომ წაართმევთ სოცპოლიტიკის ფაკულტეტს და რა იქნება ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფიქრებულ ხართ სამედიცინო წაართვით უზნაძის დაარსებული განათლების ფაკულტეტი წაართვით ყველაფერი წაართვით ფსიქოლოგია შეუმცირეთ, სოციოლოგია შეუმცირეთ, ფილოსოფია შეუმცირეთ, პოლიტიკური მეცნიერებებს წაიღებთ, იქ უნდა იყოსო. საერთაშორისო ურთიერთობებს და სამართალს წაიღებთ. და რა დარჩება ბოლოს? რომ გაიძახით დედა უნივერსიტეტი, რა დარჩება იმ დედა უნივერსიტეტისგან? დაარქვით მერე ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ჯერ როგორ კადრებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რა საჭირო ამდენი 1800 კაცამდე ბიზნეს იმის რა ქვია ბიზნეს ადმინისტრირება და ისინი რა საჭიროა მაგ ფაკულტეტზე აბარებს ყველაზე ასე ვთქვათ დაბალი ქულის მქონე აბიტურიენტები რომლის მსგავსი საერთოდ ვერ ხდება ვერცეთ ეპოქაში ვერ ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა გინდათ ეხლა? ამით ამაღლდება რეიტინგი უნივერსიტეტის? და კიდე სხვა შეუბნებით, რომ გორის, თელავის და იმის მე ვუსმენდი ამას და არაფერი არ დაუმცრია გორის, თელავის და იმის გავაგრძელოთ კითხვა. რომლებიც რეგიონებშიო არა მარტო საგანმანათლებლო კუთხითო რეგიონულ უნივერსიტეტებზე გადავიდა, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობით უდიდეს საქმეს აკეთებენო. თქვენ ის მაინც თუ იცითო, რომ გორის უნივერსიტეტი, ცხინვალის გორის უნივერსიტეტსო, რომ ცხინვალის უნივერსიტეტი რომ აქვს შეერთებულიო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე შეფარებული ყავს და რამხელა საქმეს აკეთებს, ის თუ იცით მე მაგალითად ყველაფერი ვიცი. მე ვყოფილვარ გორის უნივერსიტეტში. ყველაფერი გადავიღე. მე ნახე იქ შევხვდი ცხინვალის უნივერსიტეტის თანამდებობ. ეგ მე რა თქვენ არ გაგიუქმებიათ. ეგ სააკაშვილმა გააუქმა სააკაშვილის დროს და ძალიანაც დიდი შეცდომაა. დევნილი უნივერსიტეტები უნდა იყოს დევნილი უნივერსიტეტები, უნდა იქნას შენარჩუნებული. და მერე რა? და თქვენ რას აკეთებთ?
გორის უნივერსიტეტს რომ წაართვით ყველა პოპულარული ფაკულტეტი და პედაგოგიური რომ მიეცით. მაგით დაამაგრებთ ახალგაზრდებს იქ? თქვენ რას უკეთებთ თქვენ? თქვენ იქ რო ჩადიხართ, გორში რო ჩაატარეთ რექტორთა საბჭოს ხდომა და ქუთაისში რო ჩაატარეთ რექტორთა საბჭოს ხდომა, ეხა ბოლო დროს ზუგდიდში რაღაც. იქ ქუთაის ყველაფერი მიეცით. რაც ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის. და ზუგდიდს კიდე რეგიონული უნივერსიტეტია რაღაცა და მიდიხართ იქ იყენებთ შენობას, შეხვდით სტუდენტებს. შეხვდით პროფესორ მასწავლებლებს. ჯერ რა არის ეგ რაიონ სიარული და იქ თათბირების ტარება. რატო არ ზოგავთ თქვენ იქ ჩამსვლელების პროფესორ მასწავლებლებს, რექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რატო წყვიტავთ პირდაპირ საქმიდან, სამუშაო საათებიდან, რატო მიყავთ? ეგ ჯეჯელავამ დანერგა და იმის მერე ყველა მინისტრი მოდის ეს უვიცები. ერთი კომპეტენტური მინისტრი არ ყოფილა და იწყებენ აქეთ იქეთ სიარულს. ჯეჯელავა კეიფობდა. ამილახვარი იყო მოკლე და დადიოდა ხდებოდა, გამიხარდა მეთქი მასწავლებლებს ხდებოდა, ძლივს მოვიდა ვიფიქრე მინისტრი, თურმე შერჩეულ აუდიტორიას ხდება. ერთ ადამიანსაც კი არ იმაშვებიან, განსხვავებული აზრი ვისაც აქვთ. დარბოდა ზევითქვევით. და ბატონ ბიძინას ეთყობა უმტკიცებენ, აი რა მაგარი ბიჭები არიან და აი ეს აუდიტორიებს ხდებიან და რაღაცა. ბატონო ბიძინა დადგა უკვე დრო, რომ გაუშვათ ესენი დაკავებული თანამდებობებიდან. გაცვდა უკვე თქვენი ჭარბი დობა. თქვენი ქულებით დაბრძანდებიან ეს ვაჟბატონები და ანგრევენ განათლების სისტემას. აღდგენამდე ყავთო შეფარებულიო და რამხელა საქმეს აკეთებს ის თუ იცითო და რომ ზუგდიდის უნივერსიტეტში თითქმის ყოველი მეორე სტუდენტი აფხაზეთელია და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბმა ამ რეგიონული უნივერსიტეტისა, რომელიც ინარჩუნებს კავშირს აფხაზეთთან. საერთოდ რაიმე საქმის კურსში ხართ? საერთოდ რაიმეზე წარმოდგენა, ეხლა ერთი წამით. ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგ მომენტს გადავეყარე. და რატომ არის ზუგდიდის უნივერსიტეტი გახსნილი? რატომ არის ზუგდიდის უნივერსიტეტი გახსნილი? ჩვენ არ გვაქვს აფხაზეთისთვის დევნილი უნივერსიტეტი? ხო გვაქვს დევნილი უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი. სოხუმის უნივერსიტეტს ყოველთვის უჭირს შევსება და ის რა ქვია ფილიალს ვერ დაარქმევთ? და სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალი ვერ იქნებოდა? ეხლა ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლებისათვის დავინტერესდი, ეს არის მოგონილი ახალი უნივერსიტეტი. შოთა მესხია ზუგდიდის და რატომ არის გახსნილი ზუგდიდის უნივერსიტეტი? რატომ არის გახსნილი? შოთა მესხია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2007 წლის 13 ივლისს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუგდიდის ფილიალის ბაზაზე. რა ზუგდიდის ფილიალი? ფილიალები კი არა, ქვაქვაზე არ დატოვა სააკაშვილმა. როდიდელი ფილიალია ეს? ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რომელსაც შეუერთდა ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმი და დახურული იყო ეს ლიცეუმი და იყო საჩივრებით ჩემთან მოდიოდა ეგ ხალხი, მე ვარჩევდი მაგ ლიცეუმის საქმეებს. მისი დირექტორი მოდიოდა ჩემთან და სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი 2008 წლის 15 მაისს მიენიჭა ისტორიკოს შოთა მესხიას სახელი და დაფუძნდა ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი.
2009 წლის 9 ოქტომბერს კი ეწოდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2009 წელს არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველი რექტორი. შოთა მესხიას სახელობის სენაკის კიდევ იკითხება და იძებნება სენაკის პროფესიული უნივერსიტეტიო. პროფესიული უნივერსიტეტი თუ პროფესიული კოლეჯი. ეს კიდე ახალი ის არის, რა ქვია, გამოგონება. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში განთავსებულია 2 იურიდიულ მისამართზე, ზუგდიდსა და სენაკში. ხოდა შეუერთეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იქნება იქ მისი ფილიალი. კიდე სუბტროპიკული ინსტიტუტი სააკაშვილმა რომ დახურა, ეს სააკაშვილის დროსაა გახსნილი და რატო ინარჩუნებთ? ის კოლეჯები რომ გაკლიათ და აშენებთ იმ კოლეჯებს, ის კოლეჯად გადააკეთეთ, ის ზუგდიდის კოლეჯი და სენაკის კოლეჯი. მორჩა და დაამთავრეთ საქმე. და ის დევნილები მიიღო სოხუმის უნივერსიტეტმა. შემდეგ ეხლა წავიდეთ წინ და გავაგრძელოთ ციტირება. საერთოდ რაიმეზე წარმოდგენა თუ გაქვთ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკურად რეგიონში რამხელა დატვირთვას ასრულებს, რომ ჩვენი ძმა ერის ჩვენი მოქალაქეების სომხების ინტეგრირებას ჩვენს ერთიან სივრცეში რამხელა საქმეს უკეთებს, საერთოდ ნამყოფი ხართ ამ უნივერსიტეტებში? არაფერი არ წამირთმევია მე ზუგდიდისთვის და ზუგდიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ. კი, გულშემატკივარი ხართ, გეტყობათ. ყველაზე დიდი უნივერსიტეტი რო დახურეთ, რო დაიწყეთ ეს რეფორმა, იმ დღეებში მთავრობის საიტი აპიარებდა ზუგდიდის უნივერსიტეტს. და ზუსტად ეს არის საქმე, რომ ხარისხზე ვართ ჩვენ ორიენტირებული და თქვენ უნდა იცოდეთ ერთი წუთით სამცხე-ჯავახეთში და გინდა ამ რეგიონულ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში იყო ისეთი ფაკულტეტები გახსნილი, რაზეც იყო მოთხოვნა და თანაც საჯარო მმართველობის ფაკულტეტები იყო, სადაც ენასაც ასწავლიდნენ ყველაფერს და ინტეგრაცია ხდებოდა ხალხის სახელმწიფო სამსახურებში თუ არასახელმწიფო სამსახურებში. და თქვენ რა გააკეთეთ ახლა? წაართვით ის ფაკულტეტები, რაზეც მოთხოვნა იყო და მიეცით არაპოპულარული საქართველოში ყოველ შემთხვევაში არაპოპულარული პედაგოგიური ფაკულტეტები. სამცხე-ჯავახეთში ფილიალი რო გახსნა ჯავახიშვილმა, არ იყო იქ სუფთა ისა რა ქვია პედაგოგიური პროფილის, ეს ხო შედარებით ახალი გახსნილია. ეს ხო 10 წლეულების უნივერსიტეტი ხომ არ არის, როგორც ქუთაისის უნივერსიტეტი, როგორც გორის უნივერსიტეტი, როგორც თელავის უნივერსიტეტი, როგორც ბათუმის უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის სახელობის. ეს შედარებით ახალი უნივერსიტეტია და იქ იყო ის ფაკულტეტები, რაც იყო ფინანსები, ეკონომიკა, რაც მოითხოვა იმ ხალხო და რაც მოითხოვდა საქმე. საჯარო მმართველობა, იურიდიული და ასეთი ფაკულტეტები. და რა გააკეთეთ? ეხლა იქნება ინტეგრაცია? ეხლა დაიწყეს ხარისხზე საუბარი. ზუსტათო ეს არის საქმე, რომ ხარისხზე ვართ ჩვენ ორიენტირებულებიო და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რაც იდგმევა ამ რეფორმის ფარგლებში, გავა რამდენიმე წელიწადი განათლების სისტემის რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომლის შედეგსაც ჩვენ ხვალ ან ზეგ დავინახავთ. მკაფიოდ, მაგრამ გავა რამდენიმე წელიწადი და თუ თქვენ სამართლიანობით მიუდგებით საკითხს,
ცოტა დიდი იმედი არა მაქვს ამისი, მაგრამ აუცილებლად იტყვით, რომ შევცდით, მაგრამ თქვენ ალბათ არ იტყვით ამას. აღიარებასაც გარკვეული ვაჟკაცობა ჭირდება. ჩემი აზრით, შესაბამისად, მე მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ, რომ ყველა უნივერსიტეტს და ამ უნივერსიტეტში დასაქმებულ, კარგი, აქ გავჩერდეთ. ესე იგი, ჯერ ერთი მე ზუსტად არ ვიზიარებ იმას, რომ ამბობენ, რომ აი ვერ დავინახავთ ჯერ და ათეული წლები ჭირდება ამის დანახვას და ესა და ისა, არაფერიც. ჩვენ უკვე დავინახეთ. ჩვენ უკვე განვიცდით თქვენ დამანგრეվել რეფორმას. ეტაპობრივად მცირდება პროფესორ მასწავლებლები, ტექნიკური მუშაკები, პარალელურად ადმინისტრაციის თანამშრომლები. შემცირებულია კვოტები, შეზღუდული აქვს სტუდენტებს არჩევანი, რა წლები უნდა ამას? ეს ყველაფერი ჩანს. აი აგერ დაიწყო საათების განაწილება ის კი არა დამთავრებულიც უნდა იყოს. აგერ ბავშვები გამოცდებს დაამთავრებენ და ნახავთ. და რო რეგისტრაცია რომ მიდიოდა რა შეზღუდულები არ არიან არჩევანში? რატო უნდა წავიდნენ? თელავის უნივერსიტეტთან იყო ინტერვიუ აღებული ჟურნალისტების და საუბრობენ ის მშობლები ისე როგორც საუბრობ მაგალითად მე. აქო იყო ისეთი ფაკულტეტებიო, სადაც ჩვენი შვილები აბარებდნენო. ეხლა გადაიტანესო და თბილისში გაგზავნის საშუალება ჩვენ არ გქონდაო. ანუ იყო რაღაც კატეგორია, რომელიც თბილისში საერთოდ ვერ მოდიოდა და იქ აბარებდა. ახლა იმ ხალხს რა დაემართება? საერთოდ ვეღარ ჩააბარებს. და ვინც წამოვა, უფრო მეტი ხალხი დაიძრება რეგიონებიდან. თქვენთვის რო ეკითხა ადამიანს, დეკონცენტრაციას ვაკეთებთო. აი ამიტომ უნდა დაგეწერათ ყველაფერი ქაღალდზე. მთელი მსოფლიო ასე აკეთებს. რეალური სიტუაციური ანალიზი და რის შემდეგ რა მოხდება, იქ მეცნიერები არიან ჩართული ყველა სახის. და მერე რიცხობრივად ხდება იმის დაანგარიშება. და თქვენ ურცხვად ათეულობით და ასეულობით პროგრამები დახურეთ საუკეთესო, რომელსაც მსოფლიო არენაზე აქვს წარმატებები და პარლამენტში გამობრძანდით და თქვით არც ერთი პროგრამა არ დაგვიხურიაო. და გეკითხებიან თქვენ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი დაგესიზმრათ? ხო გკითხავთ დებატებში ბატონმა გორდეზიანმა, რა უპასუხეთ? არაფერი. რაღაცებს იგონებთ პედაგოგიკაში. სამეცნიერო ხარისხი ხომ უნდა გქონდეთ? მსოფლიო პედაგოგიურმა საზოგადოებამ ხომ უნდა აღიარონ ეს თქვენი გამოგონებები პედაგოგიკაში? რა უფლება გაგვგონთ ისე რომ ნერგავთ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი? და მაფიოზური ინტერესებით რო გაგვთ ყველაფერი გადაწყვეტილი? ზუსტად ხარისხზე არ ხართ ორიენტირებულები. აგვისტოს ბოლოს და ახლაც ვხედავთ ცუდ შედეგებს. რამდენიმე წელი რო გავა, იტყვით ამ რეფორმის შეფასებაზე რომ შევცდით. შეცდით თქვენ. და არა ეს ხალხი, ვინც ოპოზიციური დეპუტატი იქნება თუ ექსპერტი თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი. მე კიდე გეუბნებით, რამდენიმე წელი თუ ეს რეფორმა არ გაჩერდა, სახელმწიფო უნივერსიტეტები ჩამოიქცევა. ყველა და დაიხურება, გაერთიანდება და დაგვრჩება, რასაც პრემიერი ამბობდა თავიდან, სანამ დაიწყებოდა რეფორმები, ორი უნივერსიტეტი, TSU და KSU. TSU იქნება ძირითადად ბიზნეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მაგრამ თქვენმა ხელისუფლებამ კიდევ კალეიდოსკოპური სისწრაფით შტამპავთ ახალ უნივერსიტეტებს. დიპლომატიურ აკადემიას და ასემდე უშიშროების აკადემიას და პოლიციის აკადემიას. მერე იტყვით ერთ ფაკულტეტს რად უნდა უნივერსიტეტიო და იმასაც მიახურავთ. თბილისის სახელმწიფო მერე შეგრჩებათ მარტო ბიზნესის ტექნოლოგიების ფაკულტეტი და შეაერთებთ KSU-სთან.
მიქანაძე მოუწოდებს მერე ოპოზიციურ დეპუტატებს უნივერსიტეტებში ეს უნდა წავიკითხო. ეს ციტატა. ჩემი აზრით შესაბამისად მე მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ რომ ყველა უნივერსიტეტს ამ უნივერსიტეტში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს დაწყებული რიგითი პერსონალიდან დამთავრებული რექტორით პატივისცემით მოეკიდეთ და მეორე და მეათე ხარისხოვნად მოიხსენიებთ, იმიტომ რომ თითოეული მათგანი ჩვენგან იმსახურებს მხოლოდ მადლიერებას და პატივისცემას იმ უდიდესი საქმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. და მე მინდა გითხრათ პირადად მე როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა მინდა გითხრათ რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავ თანამდებობაზე მიმუშავია და უამრავი პოზიცია დამიკავებია, მაგრამ არასოდეს არ ყოფილვარ დაწმუნებული საქმის სიმართლეში, სისწორეში და აუცილებლობაში, ისე როგორც ეს რეფორმებია, რომელსაც ახლა ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ახალი თაობების სწორად აღზრდისთვის, იმ ღირებულებებს და იმ ფასეულობებით, რასაც ქართული ჰქვია, რასაც საქართველოს ხვალინდელი დღე ჰქვია და თქვენ იმის მაგივრად, რომ ამ პროცესში ჩაერთოთ და ერთად წარმართოთ ჩვენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საქმე, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ამის ნაცვლად დაკავებული ხართ აბსოლუტურად კომპეტენციისგან დაცლილი რაღაცა ქულების დაწერის მიზნით შემოთავაზებული კითხვებით, მოიცადეთ, აბა ინტერპელაცია როგორ უნდა ჩატარდეს. ყველა ქვეყანაში უსვამენ მთავრობის წევრებს კითხვებს. და თქვენ ყველაფერზე გაიძახით, ჩვენი კომპეტენცია არ არის ესო. სტუდენტებმა რომ მოგწერეს, ბავშვებმა 4 წლიანი ხელშეკრულება რომ ქონდა 3 წელად, იმათაც თურმე ბედავთ და ეუბნებით. ამ დროს თქვენი სპიკერი იყო და საუბრობდა გაბისონია, თქვენ წარადგინეთ მთავრობამ რომ 4 წლიდან 4 წლიდან 3 წლამდე დაიყვანეთ. მათ ვისაც არ ეხებოდათ. და დიდი მადლობა გადავუხადოთო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მთელი სისტემის 100,000 წლიან შემადგენლობას თითოეულ ადამიანს მადლიერება მინდა მათ მიმართ გამოვხატო და ჩემი უღრმესი პატივისცემა, იმიტომ რომ ისინი ქმნიან საქართველოს ხვალინდელ დღეს განათლება არის ყველაფრის ფუნდამენტი განათლება და სადღე გრძელო. ესე იგი, განკითხვა, არასაგნობრივი საუბარი, ჭორაობა და ბოლოს სადღეგრძელო. რას ქართველობას და რას აკეთებთ? ნაწარმოებები რომ ამოყარეთ, ყველაფერი, ამას შემდეგ ვერ მოვასწრებ ამ გადაცემაში, მერე გამოვაქვეყნებ. ეხლა უნდა გაგცეთ ამაზე ყველაფერზე პასუხი. მაშ მიქანაძე მოუწოდებს ოპოზიციონერ დეპუტატებს უნივერსიტეტებში დასაქმულ პროფესორ მასწავლებლებს, ტექნიკურ მუშაკებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რექტორებს პატივისცემით მოეკიდეთო და მეორე და მეათე ხარისხიანად მოიხსენიებთო. იმიტომ რომ თითოეული მათგანი ჩვენგან იმსახურებს მხოლოდ მადლიერებას და პატივისცემას იმ უდიდესი საქმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ. ბატონო გივი, ამაში გეთახმებით, მაგრამ ოპოზიციონერ დეპუტატებს რომ მიმართავთ ამ სიტყვებით, ისინი არ ახორციელებენ რეფორმას. პირველი, პროფესორ მასწავლებლები, რომ ეტაპობრივად კარგავენ უნივერსიტეტებში სამსახურებს თქვენი რეფორმებით, ეს არიცით? ეს არის თქვენი მხრიდან პატივისცემით მოქცევა? მეორე, აგრეთვე ტექნიკური მუშაკები, რომ კარგავენ სამსახურს და რომ მცირდებიან, ეს არის თქვენი მხრიდან პატივისცემით მოქცევა? ადმინისტრაციის თანამშრომლებიც კარგავენ ადგილებს თქვენი რეფორმებით და ეს არის თქვენი მხრიდან პატივისცემით მოქცევა? რაც შეეხება რექტორებს, პატივისცემით მოეკიდეთო. მეორე და მეათე ხარისხოვნად მოიხსენიებთო. თქვენთვის რექტორები მიასე, არა, ბოდიში, 1000 ხარისხოვანი ადამიანები არიან. თუ პირველ ხარისხოვანი იყვნენ. უნივერსიტეტების ფაქტობრივად გაუქმების ბრძანებების პროექტი რომ დაწერეთ, მაშინ რომელ ხარისხოვანი იყვნენ?
ჩვენი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, ყველა უნივერსიტეტი რო დააზარალეთ და გამოშიგნეთ. ბოდიშით, პროექტი კი არა ბრძანება რომ გამოეცით, რომ გამობრძანდით და რომ გამოაცხადეთ. რიხით რო გამოხვედით და ყველაზე დიდი უნივერსიტეტი და საუკუნეზე მეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რომ გამოაცხადეთ გაუქმებულად, ლიკვიდირებულად, თესეუსთან მიერთება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება, პრაქტიკულად გაუქმებულია 4000-ზე მეტი სტუდენტი რომ აბარებდა და 380-მდე რომ დაიყვანებდა. სოფლიოში ცნობილი პროგრამები, საუკეთესო პროგრამები რომ დახურეთ. ღირსებით ექცეოდით თქვენ, მათ ღირსებას, ამ რექტორების ღირსებას პატივს სცემდით და პირველ ხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევდით და მაგიტომ არ გაუმხილეთ? სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად გააუქმეთ და ეს არის პატივისცემით მოქცევა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვითომ დატოვეთ მერე ზეწოლის შედეგად, ხალხის ზეწოლის შედეგად და მერე ჩაერია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. 4 დიდ ფაკულტეტს რომ ართმევთ დაუსაბუთებლად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პატივისცემით ექცევით, გონიათ და ღირსებით? ისე რომ არ გიკითხავთ აკადემიური პერსონალისათვის და ერთხელაც კი არ შეხვედრიხართ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადარჩენას ფიქრობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით აგრარულის გადატანას არა, თავის შენობიანად გინდათ წაართვათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ეს რომელ სამართალში წერია? თქვენ სამართალში წერია. კობახიძე მიქანაძის სამართალში. რომლებიც ფეხებით დადიხართ კონსტიტუციაზე და სამართალზე და ველოდებით ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მართლა დავესესხები ქალბატონ ირმა ინაშვილს დაასვენეთ და დაგვასვენეთ. გაუშვით ეს მთავრობა დასასვენებლად. ჩამოაცილეთ თანამდებობებს. თქვენ გასაგონად ვსაუბრობ მე ახლა ბატონო ბიძინა. ამ ფაქტებს და ყველაფერს რომ ვთვლი. რეგიონულ უნივერსიტეტებს ყველას წაართვით პოპულარული პროგრამები, შეთავაზეთ პედაგოგიური არაპოპულარული პროგრამები, აგრარული რაშუაშია, ახსნა მოგვეცით. თან ბოლო დროს ჩემს აზრებს იზიარებთ ბატონო გივი და ამბობთ რომ ლაბორატორიები და ისინიო ყველა უნივერსიტეტშიო ძვირადღირებული რატომ უნდა იყოსო? არა მიზნობრივ ხარჯებთან გვაქვს საქმეო და მერე ყველაზე ძვირადღირებული უცხოეთში სამედიცინო შემდეგ აგრარული მიმართულებებია და ქიმიურია. სხვათა შორის რომ იცოდეთ. და მერე და რატო ჩამოარიგეთ ყველგან? რომელ რექტორთან ან რატომ არ გქონდათ წინასწარ ხანგრძლივი განხილვები რექტორებთან და უნივერსიტეტებთან, აკადემიურ სექტორთან? თქვენ ხო სხვას უწუნებთ, მოუწოდებთ სხვას პატივისცემით მოეკეცითო. თქვენ რატო არ გქონდათ განხილვა? რატომ არ მიბრძანდით უნივერსიტეტებში თქვენ და პრემიერი, რეფორმის ხელმძღვანელი და შრომით კოლექტივებში რატომ არ განიხილეთ თქვენი დეფორმა, თქვენი სტრუქტურული რეორგანიზაცია, თქვენი ნგრევის პროექტი? თქვენ რა არ სცემთ პატივს რექტორებს, ბატონო გივი? თქვენი მხრიდან რაში გამოიხატება რექტორებისადმი პატივისცემა? ვის მოეთათბირეთ? დობრჯგინიძეს? ქალბატონ ნინოს? ბატონ სამუშიას? ბატონ გურგენიძეს? ქალბატონ ჯუღელს? თუ რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებს, რომელს მოეთათბირეს? არც ერთს. ფაქტის წინაშე დააყენეთ ყველა. ეს თქვენი რეფორმა იყო გასაიდუმლოებელი. ეს კიდევაც თქვა პრემიერმა. თქვენ ატარებთ არა რეფორმას, არამედ სპეცოპერაციას.
აღიარა კიდეც თქვენმა პრემიერმა რეფორმის ხელმძღვანელმა ესო ჩვენო დაუმალეთო ყველაფერიო იმიტომ რომ ინტერესთა ჯგუფებიაო და ხელს შეგვიშლიდნენ ეს გასამხედროებული სისტემა არ არის ამიტომ არ უნდა იყოს იურისტი განათლების მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი 21 საუკუნეში უნდა იყოს ტექნიკური განათლების გაბისონია რომ დარბის კიდე და ხელოვნურ ინტელექტზე რო საუბრობს მათემატიკოსი ხართ რა აღმოჩენებს აკეთებთ ერთი გამაგებინეთ რომელ უნივერსიტეტებში იყავით და შეხვდით კოლექტივებს რექტორთა საბჭო მოიწვიეთ ერთხელ გორში ქუთაისში და ზუგდიდში დადიხართ ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტებში იმიტომ რომ იმათვის არაფერი არ წაგითვალთ და სხვებს კიდევ და თქვენ თუ არ შეცვლით ამ რეფორმას მოიხდით ბოდიშს და არ გაეცლებით განათლების სისტემას დროზე და ახლა ცოტა ხნის შემდეგ გარეთ გასვლა როგორ მიხვალთო ამას რომ მეუბნებით თქვენ გაგიჭირდებათ ხალხში გამოჩენა გაგიჭირდებათ ბევრ შემთხვევაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდები შემდეგ მინისტრი ბრძანებს რომ ბევრ თანამდებობაზე მიმუშავიაო და ასე შემდეგ წავიკითხეს რა არის ან გრევაში სიმართლეს ვემსახურებითო და სწორად ვიქცევითო რა არის ან გრევაში სიმართლე რა არის სწორი მოქმედება რა არის აუცილებელი და რა გააკეთეთ აუცილებელი და სასწრაფო იყო და არის რომ ერთი სტუდენტის სწავლის საფასური აგეწიათ და სამარცხვინო 2250 ლარი არ ყოფილიყო და აუცილებელი იყო და არის რეალური სასწავლო პროცესის განხორციელება საქართველოში უფულოდ სწავლება როგორ შეიძლება განხორციელდეს 33 წელი რომ რემონტები არ გაგიკეთებიათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვისაც თქვენ 14 წელი ხელფასებს რომ ჯერ არ მოუმატებთო პროფესორ მასწავლებლებსო ბატონმა კობახიძემ რო თქვა გამოსვლისას ესო წყალში გადაყრილი ფულიაო შენობებს მიწის ნაკვეთებს გავყიდითო და რუსთავში აგიშენებთო იქ რომ პროფესორ ეს გითხარით არ ფიქრობთ იმ დროის ბიუჯეტზე საერთო საცხოვრებლები რომ კიდევ წლები არ იქნება აშენებული ეს არაფერი არ არის ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი ეს ხომ ზღუდავს არჩევას და სტუდენტთა ოჯახებს ზედმეტვით აწება არც ერთი რისკი არანაირი ანალიზი არ გაქვთ დაწერილი სავალდებულო სარეფორმო დოკუმენტები და ერთშით კითხვების დამსმელ დეპუტატებს კითხვები რომელიც თქვენ გეხებათ ყველა და ვალდებული ხართ გაგეცათ პასუხი მაგრამ იმ მავნებლური დამანგრეველი საქმიანობის შედეგების გამოტანა არ გინდათ სააშკარაობაზე და ეწევით რას სხვას განიკითხავთ, სხვას ლანძღავთ, სხვას ამცნობთ, საუბრობთ არაარსებითზე, ჭორაობთ და რაზეც უნდა გაგეცათ კომპეტენტური პასუხები, არ და ვერ გაეცით. ეს ხომ დახურული სპეცოპერაცია, ტროლ-ბოტები, მომარაგებულები ყავთ და გიწერენ წარმატებები. რაში წარმატებები? გრევაში ბატონო ბიძინა? და მართლა წარმატებული გონიათ თქვენი საქმიანობა? მადლობას უხდის პროფესორ მასწავლებლებს და ბოლოს მინდა მივმართოს სპეცსამსახურის თანამშრომლებს. ყველაფერზე ეტყობა რომ არ მიდის ინფორმაცია დეტალურად. ძალიან გთხოვთ თქვენ თვითონ გააკეთეთ ანალიტიკური წერილი მოხსენებითი ბარათი გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი მე მიმართავ ახლა სპეცსამსახურების და ნუ დაიცავთ სუბორდინაციას. გესმით რას გეუბნებით? არსებობს სხვადასხვა არხები რომლითაც უნდა მიაწოდოთ. სუბორდინაციას თუ დაელოდებით, ისევ ყველ გაურკვევლობაში იქნება ის კაცი თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ვისაც ევალება სუბორდინაციით, ის არ აწვდის. ის აწვდით ვარდისფერი სათვალეებით დანახულ მონაცემებს. აი ასეთ სადღეგრძელოებს აწვდიან რაც იქ მოვისმინეთ პარლამენტში დასკვნითი სიტყვის დროს. ეს არის ჭორაობა და ეს არის ბოლოს სადღეგრძელო.
ვერ მოვასწარი ყველაფერი რაც მინდოდა, მაგრამ არა უშავს შემდეგ გავაგრძელებთ. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. თემა იყო უმაღლესი სკოლის განათლების რეფორმის ანალიზი 32 გადაცემა, ხოლო გადაცემას უძღვებოდი მე, ავტორი და წამყვანი მანანე ნიკოლაიშვილი. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5:30-ზე. ნახვამდის.